დილამ შვიდობისა. აბა როგორ ხართ, როგორ ბრძანდებით? ესე გამოიყურება სახე. მამაც კარგად იბყავლა დილიდან. წარმოვიდგინე უყავს საერთოდ ყველაფერი ცუდი. მოკლედ ასე მოვიდუღოთ. გახსნათ? შინგარზე? Esse não é Aris? Remrieli ყავა. აგერ გვაქვს მარაგი. ეს თავის დაბანა მინდა და დღეს კიდე ხომ წავიდე და მთელი ამბები და ისე წყალი დაწვიდე. აი ამ წინა სახალწო მე არ ვიცი. ეს წყლის დაწყვეტები რას ნიშნავს? Раз ნიშნავს გასაბრწყინებელი. ეს არის არა. ესე და ამრიგად. აბა როგორ ხართ? აბა როგორ ბრძანდებით? აბა როგორია თქვენი დილა? ასე მოვიდუღოთ კოფი. კილოცად ბარბარობა სულ დამოვიწყდა. ვაიმე, აინთე. და ეს არის მრავალ ბედნიერად, ჯანმრთელად, ყველაფერი კარგად გქონოდეს ყველას. დღეს ყველა ალბათ უკვე გამოაცხადეთ ლობიანები. მე არ გამომიცხია და არც მალ. ეს გახურია. შემოდი ბონი. ბონიკო. ეს უკვე კება შემოდის. ეს უნდა გამოაცხო 16-ში საღამოს რა. ან 3 მაისს უნდა ქონდეს მზად ისიც რა ქვია ლობიოსა დღეს დილას. ხოლო მე გუშინით ვიყავი, დღესაც უნდა წავიდე და არანაირი არც სურვილი მაქვს, არც განწყობა მაქვს და პლუს კიდე
მე საერთოდ ეგეთი ვარ, რომ ანუ ემოციურად რაღაც განვიცდი, მე ფიზიკურადაც რაღაცების კეთება, ხა ლობიანების კეთება რაღაც მომიშვილე ნერვებს. შემოვიდა ლობიანები არ გამიკეთება, პირველი წელია ხალხო, პირველი, როცა ვარბაბას მე ლობიანს არ ვაკეთებ, მას მერე რაც ლობიანის გაკეთება ვისწავლე. არა უშავს. შემოდი ღია და ხო მე რა შტერია მეთო. კარი ღია და იქით ხრიდან მოდის. აი ესეთი შტე. ბაბაშო მოდი ეს გასინჯეთ, აბა რამდენი ცალია დაითვალეთ და გავიყოთ 2 ცალი და ესე. ხო, აბა როგორია ამ დროს? აია. ვისამდენი შეგხვდება? 6-6 და 12-ია სულ, ორი? ანუ კბილებოდა კარგი. ბონიტა შემოდი გაიგინა სახლი, ბონიტა! ბონი! მე ჩამომეორას ადიგა. ჩაგიგეტრა ასეთი კარგი. ეხლა ნახე მოვაეხლავე, რომ გაიგო კაი ჩაგე. ვერ გაიგო? ბონინა! ნინა, ბონინა! ანუ ბაბა. ბონინა! მოდი ბონინა, მოდი, ცივა ბონინა, მოდი! შემოდი დებილო! შემოდი. ცივა ქალო! შემოდი. როგორ არ იყინება? ბონინა! ой მე რა ბონი. იქიდან, კარი ხო, ღია და იქიდან ახდება კარი, სადაც შუშები აქვს. შემოდი, ბონი. თვითონ კარი ჯაკეტი და არ უშვებენ. ბონინა! როგორც იქნა. შაშინ ბარ ის მომატანოს კარში. ხო. ხოლოდ მაგიტა შემოვიდა. ნუ მარტი მიზაზე ვეთაკიყო. კოფე გემრიელი. ნახეთ კაფიანი, მე რომ მიყვარს ისეთი. აბა, ნახოთ როგორია ეს. 2 ცალი ყოფილა, მე მეგონა რომ ბევრი იქნებოდა, მაგრამ მხოლოდ 2 ყოფილა. ორი გვეკუთვნის. ჩემი ორი მილკა. რა იქნება კაი. რადგან გვაჩენია ცოილი შოკოს. ეს მიყვარს. მარილიანი და ტკბილის დუეტი. ამერთა ეს რა გემრიელია? ამერ ხა ესე გავაკეთე? Ay, kalkamayacağım. Papayam. ჩავეწერე 4 საათზე თამარ არიბეკაშვილთან სკრინინგ ცენტრში. უნდა გნახო, მე უნდა გავაკეთო კოლპოსკოპიაო. მე გეტყვი და როგორ. მაგრამ ხო იცით.
ხავში ცუდი აზრი შეგიწურება. როგორია? ვინც იცით, ეხდება. რა გემრიელია პასტა. ერთად მომდნარი ამაში არის. ზღაპარია вообще. Dabei swapio die maak hem begrijpen. Gaat zo iets ja. Tweede met hem. Maar ook. Sabe onde show quanto? Lamian. აქ გემრიელს არც ვიცი სადაც ეთებენ ჩვენ შემოგარენში. იმიტომ რომ გვერდზე საცხობიარე კატასტროფაა. იქით ევროკონდიტერი საშინელება იყო. მადარტი არა ცუდი, მაგრამ ძვირია. იმიტომ რომ ექცი არ აქვს. მაგრამ დღეს არ იქნება. დღეებში კი გავაკეთებ. რომ მოვიდევ ექიმებს. თუქთის მადლით ყველაფერი კარგად იყო. ამერთ როგორ ვიზეიმებ ამ ახალდოს, თუ არა და მაინც ვიზეიმებ. მეტი რაგზა. ბაჩოს არ შეუკვეთეთ ისა. მე ამ ტელეფონში მაქვს ჩემი გლოვო, ვოლტი, ყველაფერი პაროლი არ მახსოვს რა თქმა უნდა. და იქ ვერ გადამაქვს ახალ ტელეფონებში, არც ერთში არ მაქვს. ნუ თავის შეწუხება უნდა და კი იმას იღავ, მაგრამ რა ვიცი. ხო და ისა. ჩემიდან რომ შევუკვეთეთ და ბაჩოს იმიდან შევუკვეთეთ ტელეფონიდან. ხო და მე ჩაგირიცხავ თქო და 50% ფასდაგრება გავუკვირთ იმაზე იყო. მარკიზე. კაცარი. ყველაზე არა, მაგრამ ზოგზე ხაც არის. -30, -30, -20, -15. ნანამი, ეს არ გამიგერა ობიექტია. ის რა ვიტირებ, ან რა დავცხე. რომ აქციები ვნახოთ რა გვაქვს. მარკი 30%. მარკის დაუმატებია ისა ბურგერი. ბურგერი დაუმატებია. მაგრამ 50-იანი აღარია ბოლტ ფუდი. მან დავიხალე იმაზე. მადარტში აქცია, მაგრამ დღეს არ იქნება. აქაც არის აქციები 30%. უფასო მიიტანა 30 არა ძირითადად.
XL. მანდარჩი არაფერი არ არის. ვაიმე, წინ წაიღო. ელემენტი ჩაუდეთ და ესე იგი სანამ ამ ელემენტს ბოლომდე არ ამოწვავს, არ ამოხარჩავს, იქამდე იმაშვება. პეტროსოდოგი ნახეთ. 30%-იანი ფასი კლებაო. 20 ლარიდან ზემოთ. და მიტანა უფასო. შავში რატო არ აჩვენებს? მექსიკური ლავაშიო. ყვებით და ბეკონით. არა, საინტერესოა. ეს არ გამისინჯავს მე. 8.40 აქვს 12-ის ნაცვლად ახლა. არ მინდა მისთან დასწრებით, ჩემს განცდებზე საუბარი. ამდენი ხალხის წინაშე უნდა ვილაპარაკო და იქ. სასაცილოდ ხარს ღერს. კი. არ არის ამ ფერს. მიიმიჩმიო. მარგი, ყველგან აქვს მარგის 30%. დადიანზე გაგვეხსნეს, იცით? სად არის? მარგი დადიანი. მარტო იმებზე აქვს აქცია. ბურგერებზე. Smash burgeri. საინტერესოა და როგორი აქვთ. მოვედი. და მოკლედ ხა და გაგაფრთხილოთ, ვინც ხართ სენსიტიურები და არ შეგიძლიათ მსგავს თემებზე საუბრების მოსმენა, გამორთეთ ვიდეო, იმიტომ რომ მინდა გაგიზიაროთ, რას გრძნობ. საერთოდ ადამიანები ყოველთვის აზიარებენ ხოლმე ანუ რაღაცა რომ მოხდა, მაგის მერე უკვე, ანუ როგორ დაიკლეს ტონაში აზიარებენ მერე როგორ იშოვეს ფული აზიარებენ მერე, აი რამდენჯერ იყვნენ ბანკროტი და მიუხედავად მაგისა როგორ იშოვეს ფული, ანუ როგორ ჩააბარეს უნივერსიტეტში და ანუ მე ვამბობ, რომ აზიარებენ ხოლმე უკვე მერე ადამიანები როგორ გააკეთეს რაღაც მათ ცხოვრებაში, როგორ მოხდა რაღაც ამ რაღაცის მოხდენის მერე, იმიტომ რომ პროცესში ეს არის ძალიან რთული. ამის გაზიარება, იმიტომ რომ ძალიან სენსიტიური ხარ და ამაზე საუბარიც არის რთული და ამის გაზიარებაც რა თქმა უნდა არის რთული. და მე მინდა რა ხა გესაუბროთ იმაზე თუ რას გრძნობ. მოკლედ გუშინ რომ ვიყავი გინეკოლოგთან და კოლპოსკოპია რომ გამიგეთა გინეკოლოგიურ სკამზე რომ ვიყავი, ვკითხე. ანუ შევამჩნიე რომ სერიოზულად დაფიქრდა. და ვკითხე რომ კიბო არის თქო, ანუ იმიტომ რომ ეგ არის ხოლმე იმის ისიც მეშინი, ანუ ექიმებმა ზოგადად იციან რომ აი ძალიან სერიოზულებენ ხოლმე ყველაფერსა და რეალურად მე ანუ ის მაინტერესებდა არის თუ არა ეგ, იმიტომ რომ ეგ არის ჩემთვის და ალბათ ყველასთვისაც ის რაც არის საშიში და სხვა რამე როგორც არ უნდა იყოს ესეთი ახმა მაქვს რომ იმკურნალებ და ოკეი, აქაც ეგრეა. ზოგ შემთხვევაში, ბევრ შემთხვევაში მადლობა ღმერთს, მაგრამ მაინც განსხვავებული ან ჩემთვის სხვა და ეს. ჩემთვის კიდე მით უმეტეს ამ დღეა ჩემთან გამომდინარე. ეს კი ცალკე თემაა, ხო? და მოკლედ კიბო არ არის. მაგრამ კიბოს წინარე მდგომარეობა არის მითხრა. თუმცა გამაგზავნა ერთ ადამიანთან და ანუ მითხრა რომ იმიტომ გამაგზავნა რომ შეიძლება იქ უფასოდ გამიგეთონ კონიზაცია. მაგრამ მე რომ მივხვდი
რომ ჩავყევი და ჩავეძიე და რამდენჯერმე დაურეკე და უთხარი რომ იქ უფაზოდ არ აკეთებენ და ანუ მითხრა ძალიან მაინტერესებს მაგ ექიმის აზრიო და მივხვდი რომ ხო ბევრს აკეთებს კონიზაციასაც აკეთებს ყოველდღე კოლპოსკოპიასაც აკეთებს დღეს 7 მყავდაო მითხრა თუ 8 ესეთი ანუ რომ დაურეკე ვერ მიხვდა ვინ ვიყავი ანუ დღეს რო ვიყავი მეთქი იმაზე კოლპოსკოპიას დღეს რომ მყავდაო კოლპოსკოპიას ხო და მე ვთხარი რომ გამაგზავნეთ მეთქი და მივხვდი რომ გააგზავნა ეგეთი მე ვიყავი და ეს ვისაც გამაგზავნა მოუწებნე თამარ ალიბეკაშვილი ეს ყოფილა საშუალო სკოლის კიბოს დარგში ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი დაინტერესებს მისი აზრი აი ეს რო გავაცნობიერე ან მე როგორი ადამიანი ვარ იცით ხვარიან ადამიანები რომელსაც არ უნდათ რომ გაიგონ სიმართლე აი ჩემი ერთი ახლობელი თუმე თავისიანებს ეძახებოდა თქვენ რა შობელი და რა ოჯახის წევრი ხართ რომ მითხარით ესეთი დიაგნოზიო რა და მე ვარ ადამიანი რომელსაც უნდა იცოდეს პირდაპირ ანუ მე არ მიყვარს ეს მოკიბო ეს რო გონია და ეს რო არ შემიძლია მე მირჩენია ვიცოდე თავიდანვე რა არის და რომ მივხვდი რომ ანუ რეალურად ზუსტად რა თქმა უნდა არ იცის ეჭვობს ჯერ უნდა გაკეთდეს კონირება მე ანუ კონირება არის პატარა ამოკვეთა მე იქნება მაგისი გარკვევა როგორია ანუ ბიოფსია და მე იქნება ზუსტი პასუხი ხო რა არის და ხაწინას რაღაცა ექიმი არ დაგაპანიკებს მაგრამ თვითონ დაფიქრდა შეშფოთდა და მე ეს ვიგრძენი და რომ ის ვიგრძენი კიდე რომ სხვა ექიმის აზრი აინტერესებს და რომ მე თვითონ არ მომკიდე ხელი იქ გამიშვა შემეშინდა ხა გუში რა მქონდა გუშინ იქ რომ მეჭირა ხელში ეს რაც იქ ჩამიწერა და რაც მოხდა რაღაც თავზარდაცემა პირველად გავიგე აი ამ სიტყვის ეს სიტყვა ხო ბევრჯერ გამიგია და ვიცი რასაც ნიშნავს მაგრამ ამ სიტყვის მნიშვნელობა საკუთარ თავზე გუშინ გავიგე პირველად აი გაგუაში ვიდექი აი თავზე რო ზარი დაგეცემა და რო აი და გაბორიალებს შეგძრავს მე მგონი პირველად მქონდა ცხოვრებაში არ ვიცი პანიკური შეტევა იყო შიში იყო თუ რა იყო აი ადრესის ხრო ხედავდი და შეგრძნება მქონდა რომ ეხა გული წამივა და წავიქცევი აი ეს შეგრძნება მქონდა თვალებში რაღაცები ბურთულები იმაშობენ მივედი და დავჭიქი ხო და იქ გოგო იდგა არ ვიცი შეიძლება ჩემი მაყურებელია თუ ხარ ჩემი მაყურებელი და მიცანი მოგესალმები ვალის რიგში და ჩემთან მოვიდა მაგ დროს ხო და ისა როდის ხარო ჩაწერილი როგორ ხარო და კარგად მეთქი მაგ მომენტშიც კი მე არ შემიძლია ხოლმე თქვა ცუდად რო ვარ იმ მომენტში იმ წუთას ყველაზე ცუდად როცა ვარ ცუდად ვარ შემეთქი არ შემიძლია თქვა და კარგად მეთქი ვთხარი და ვალისთან რომ მეზე ხარ ჩაწერილი მეთქი 10-ზე თქო და თქვენ თქო მე 11-ზე აი მაგ ყურადღების გადატანა მაგასთან დავალაპარაკე მიშველა ან გოთი მე ვნებდა მოდი დადექი თორე სხვა შევა ანუ მე რო ვიდექი და ველოდებოდი ვიღაცა მოვიდა და შევიდა პირდაპირ კითხავო და შევიდა და რა ვიცი кайხანი იყო და კიდე ეგრე რო არ ყოფილიყო მაგრამ ანუ კოდისაც ვერ ატყოდი ესე მეთქი რაც ხაინა დავჭი რო არ დამჯდარიყავ მეშინო და წავიქცევდი ცხოვრებაში პირველად მქონდა ეგეთი რაღაცა აი ამ ხელა შიში ამ ხა თავზარდაცემა უფრო სწორი სიტყვა ვიდრე შიში იმიტომ რომ თავზარდაცემა უფრო დიდია ვიდრე შიში ანუ არ მოველოდი და მე ვსო ანუ მაგარო გამიარა მე რეკ მეორე განაც ვიყავით სახშიც მოვედი ვითომ არაფერი ერთ-ერთი ძალიან გავიყინე და შემცივდა და ცოტა ხანი დავძექი გავთბი დავისვენე იმიტომ რომ ღამე თითქმის არ მიძინია მე ვითომ არაფერი ან შორი ერთ-ერთი ვიდეოს ვერ ვიღებდი და განწყობაზე ვიყავი თითქოს და თან თითქოს 400-იც არ ვიყავი არ ვიცი როგორ ვთქვა თითქოს აი ყველა გრძნობა რომ გამოგერთო რა ანდრუს მოურიე რა აპერმეს ანდრუს მოურიე კაი
პელმენი ჩავყარე და რო არ მიეკროს ერთმანეთს. ხო და აი ვაფშე აფერი გუში თითქოს არაფერს არ უცნობდი ვაფშე. შვიდად ყნარად ვილაპარაკე მესენჯერში, საფიას მოვუყევი, სახლშიც რა თქმა უნდა მოვუყევი. დავითომ არაფერი ამ თანში ყნარად. ანუ მე ჩვენ ხვდები რომ ყნარად ამ შვიდად არ აშენით ყველაფერი. თან თითქოს ძალიან უჩვეულოდ ყნარად არის ყველაფერი და საღამოს უკვე საღამო როა და დავჯექი და მეთქი ახლა შევჭამ და ესე ვუშველი. და მე ვფიქრობ, სტოპ, რას უნდა უშველო? თუ არაფერი არ არის, თუ არაფერს არ გაწუხებს, რას უნდა უშველო? ხო ვიცი რომ კარგად ხარ, აი რას უნდა უშველო? ემოციურად ჭამე და მანდ მივხვდი რომ კარგად არ ვიყავი. დღეს დილას დავრეკე, მოვუძებნეს ქალი. Facebook-ზე, Messenger-ში მიწერე თქვენი ნომერი მითხარით, იმიტომ რომ არსად დავწერიათ ნომერი, მაგის მომწერა. დავრეკე გავისაუბრე. ჩამწერა დღეს მოდი უნდა ვნახო. აი, რას ჭამ? ან თვითონ უნდა რომ გამიკეთოს ყველაფერი და თავის გაკეთებული თვითონ ნახოს. დარეკეო და ჩაეწერეო, დავრეკე, ჩავეწერე დღეს მივდივარ. და ამის მერე ქონდა აბსოლუტურად, აი, ცუდი აზრი რომ შეგიძურებათ ხო იცი თავში და აი ყველაფერს რო იფიქრებ აბსოლუტურად. ვიფიქრე ყველაფერი. მე საერთოდ ხო ეს ემოციური კვება მქონდა რომ აი თუ კი რამე ცუდი ხდებოდა ჩემ ცხოვრებაში, ეს ალბათ ბავშვობით ჩემის დროს ვისწავლე ეგ გაქცევა და მე ვეღარ გადავიჭირე რომ ბავშვობაში ვისწავლე ეს აი რა ნახეთ როცა რამე ძალიან მტკივნეული და საშიში ხდებოდა, გავრბოდი და ვიმალებოდი და ეს გაქცევა და დამალვა იყო საჭმელი. ან რამის ყურება, ან ვითომ არაფერს არ გრძნობ, ცნობების დაჩლუნგება და რაღაცაში ყურადღების გადატანა, სიამოვნების მიღება პლუს რა. და აი აქამდე კი ვცდილობდი რომ ესწავლა ეს, მაგრამ აი ხა ვფიქრობდი, იმიტომ ხო არ მომეცა მეთქი ეს სიტუაცია რომ ვისწავლო რომ ბრალდ ვიდგე ჩემი შიშის წინაშე ვიდგე არ გავიქცე ტკივილის წინაშე და ვიგრძნო თქმის ფიქრისაც მეშინია მაგისი ანუ რეალურად სიკვდილს კი არ მეშინია რეალურად მეშინია კიბოს კურნალობის და იმ ტანჯვის რასაც ადამიანები მაგ დროს გადიან და იცით რა არის, როცა რაღაცაში შედიხარ, ის რაღაც არასდროს არ არის ხომ ესეც საშიში, როგორც შენი წარმოდგენა, როგორც შენი შიში. და ვერაფრით რომ ამას ვერ გავაკეთე ის რო ერთი, ჩემ ემოციებს არ გავექცე, ცუდს ჩავრჩეა და განვიცადო. და მეორე, ეს შიში დედაჩემიდან გამოყოლი ვერ მოვიშორე. იქნებ იმიტომ მომეცა თქო ეს სიტუაცია. კოდი მითხრა 90%-ით არ იქნება კიბო. იქნება უბრალოდ სამკურნალო. პელმეშები გადმოვიდა. არც შემოდის, არც გადის. მაიმუნი ძაღლი. ხო და მოკლედ. აქ ისტანს მე მიწვე არც ნო ჩავიცოდე. თან მეშობა ნერვები წყალი დაწყდა და კი ის არის საფეთქი და მისი ჯანი, მაგრამ ნუ წყალი და ის სხვა არის, მაგრამ ასე. ხო. რა ვიცი, ყველაფერი ვიფიქრე. ხო და ის 10% თუ ცუდი იქნება, ეგეც კი ახალი იქნება და სულად განგურნებადი იქნება, მაგრამ ეხლა შიშია და ფიქრები აბსოლუტურად ყველაფერს ვფიქრობ, აი დიდი ხნის რო იყოს და რამე ცუდი რო იყოს და აი დედაჩემი რამდენი წლის მოკვდა და დედაჩემს მარტო მევყავდი და მე რა კარგია რომ ეს სამი შვილი მყავს და აი ნახეთ როგორც კი დგები იმის შიშის წინაშე შეიძლება მოკვდე, ეგრევე ყველაფერი რაც არის უმნიშვნელო ქრება და ეგრევე რჩება ისინი მარტო რაც არის მნიშვნელოვანია და მე ისაც მიდრეკილი ვიყავი მასში იმისკენ რომ არაფერზე დრო არ დავხარჯო რაც მეორე ხარისხოვანია და მარტო ძალიან მნიშვნელოვან რაღაცებს მივაქცი ყურადღება მაგრამ ეხლა კიდე მით უმეტეს და ანუ ჩემს აიფონის შნურს ნოჭამ ამა უყურე ამას ცუდი ძაღლი საცმელი ეს ვირთხა ეს საუტანელი ვირთხა ეს საზღვარი ვირთხა ჩემი აიფონი შნურჭამს თან ორიგინალს აი მე
ძროხა ეს. ტრიმოშოდი. მაიმუნაში. ხო და მოკეთე რავი. ყველაფერზე ვიფიქრე, თან ახლა ყველაზე ცუდი იცით რა არის? დღეს ხომ მივალ და რაც გუშინ გამიკეთა, ეს იგივეს გამიკეთებენ და მე კიდე ცალკე უნდა დამიბარო კონიზაციაზე და მე კიდე ბიოპსიას რო გააკეთებენ კონიზაციის დროს, ანუ რო ამოაჭრიან იმ რაღაცას ფრაგმენტს, მე უნდა ემას ქნან, რა ქვია, ბიოპსია გააკეთონ და მაგას პასუხს როდის იქნან, ანუ არ მინდოდა საახალწლოდეს. მაგრამ უნდა დავტკბე. ერთ გოგოს ვუყურებ 23 წლისა, რომელიც კვდება კიბოთი და იმან თქვა, რომ ყველაზე დიდი შეცდომა ჩემი ის იყო, რომ რაცა დიაგნოზი მითხრესო, აი სულ იმას ველოდებოდიო, რომ აი განვიკურნები და დავიწყებ ცხოვრებას, როგორც გვაქვს ადამიანს უწონაში, დავიკლებ და გავთხოვდები და სწავლას მორჩები და ფულს ვიშოვი და ანუ რაღაცას გავაკეთებ და მე და ეხლა კიდე როცა უთხრეს, რომ წადი მორჩა, всё, აღარ არსებობს კურნალობა შენ შემთხვევაში, თქვა, რომ ყველაზე დიდი შეცდომა ეგ იყო და უბრალოდ იცხოვრეთ, ანუ ისეთ ონკოლოგია აქვს, უბრალოდ იცხოვრეთ ყოველი დღით და დადგმით და ანუ რომც არ გქონდეს ადამიანს ეგ, აი ხა მე რო არ მქონდეს და ყველაფერი კარგად იყოს, მაგ შემთხვევაშიც კი ანუ მინდა რომ ყოველი დღით ვიცხოვრო, იმიტომ არავინ არ იცის, შეიძლება ხვალ მოხდეს ადამიანი, რომელიც სრულიად ჯანმრთელია და აი მეტროში ჩააგდეს ადამიანი მაგალითად, ხო? ან იმ დღეს TikTok-ზე შემხვდა 10 წლის ბავშვი წაქცეულა თავი დაუწერა, მომკვდარა სულაც ჯანმრთელი. ანუ ბავშვები ისე არიზდებიან, რომ არ წაიქცნენ, ყველა ბავშვი იქცევა, მაგრამ ეს ბავშვი მოკვდა. ანუ ხო და იმის მომიდო ჩვენ არასოდეს არ ვიცით წინ რა გვერდის და შესაბამისად უნდა ვიცხოვროთ ყოველ დღე და გვაქვს მარტო ეს დღე, რომელიც უნდა ვიცხოვროთ და ძალიან მინდა რომ ვისწავლო, არ გავიქცე. აი ამ ჩემ ძალიან დიდ შიშს, რომელიც იწვევს იმას, რომ მთელი ხელების უკაყინული მაქვს და რაც უფრო ახლოვდება იქ წასვლის, რომ უფრო მეტად ვნერვიულობ. ვიტირე კიდეც დღეს ბევრი დილას. სახლში რა თქმა უნდა გაუზიარე და გრძნობ ღონლიასთან არ მინდა. იმიტომ რომ ან მე უნდა ვამშვიდო აქეთ. ან კიდე ისეთ პოზიცია უნდა დაიჭიროს, რომ ახლა უნდა დაიწყოს ოჯახში განსაკუთრებული რეჟიმი, გლოვა და მომაკვდავის მოვლა, რომელიც აი ძალიან ცუდად ჟღერს, მაგრამ გარკვეულ სიამოვნებასაც კი ანიჭებს თითქოს. შესაბამისად უბრალოდ არ მინდა ეგ ყველაფერი. უბრალოდ არ მინდა. იმედი მაქვს, რა თქმა უნდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და თუ ყველაფერი კარგად იქნება, აუცილებლად ეს იქნება ჩემი უდიდესი გაკვეთილი, რომ როცა მეტყვიან, მაშინ მივიდე ექიმთან, თქვენც იგივეს გირჩევთ ყველას. ჩემსავით არ გადადოთ. რატო ვდებ, იმიტომ რომ მეშინია ხო, მაგრამ რეალურად ეგ უფრო საშიშია. ამიტომ ექიმთან ვიზიტი, თავის მოვლა, თავის მიხედვა არ უნდა გადავდოთ არასოდეს. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ისიც ზუსტად ვიცი, რომ სისულელებზე უხელავდი აქამდე. ისიც ზუსტად ვიცი, რომ სიცოცხლე მინდა. რაც თითქოს ზუსტად არ ვიცოდი. ასე რომ ნახოთ აბა. ნინომ გამომიგზავნა ხმოვანი შეტყობინება ჩემმა ძვირფასმა გოგომა, ვნახოთ რა გამომიგზავნა. მოკლედ პელმენი აქ მაქვს სოია სოუსი და ძმარი. მოხდება ეს არ გქონია არაჟნიანი მაიონეზია ეს.
საგულია. სახში ამოიღია მარაგები. როგორც იქნებ ფილიკუტკები ჩავიცვით. წავედით მე თოკო ორნაბიჯში. ვიყიდით აი პური და ეგეთი ელემენტები რაღაცები არ არის სახში. ვიყიდით ახლა და მე წავალთ როგორც კი მოვალთ მე წავალთ. ეკინგთან. ხოდა ისეთი ამბებიც არის. მოგეთ რა ვიყიდეთ. ეს იყო აქციაში და ეს არის ჩემი საყვარელი მწნილი, იმიტომ რომ არის ასორტი. ყველაფერი ასტაფილო კომბოსო და აი ეს კიდე ესა გარგარი. რაცა იძავი უზომოდ მიყვარს. შემომისად ეს ერთი სოკომა იყო, ერთი მე ხა სულ როცივა გარეთ გავდივარ სითბოდან სითბოში წვიდან ჩამოვიდი. შინ ჩამოვიდივარ სითბოდან სითბოში წვიდან ჩამოვიდი და ეს სოკომი და ეს სოკომი და Boni, ევასია. სანდებო. გადმომიდა ის დიდი. პური ნომერი 1. წარმოეწონათ აგურის პურები. ეს კიდე დიდი პური, ამათ პური არასდროს არ ვყოფნით. ეს შავი, მე რომ მიყვარს. ხომ? არაჟანი და ეს. ძალიან მინდა გავაკეთო ესა. სუპი და კიდევ ვიყიდე ეს. კარტოშკა. ეს ვერ დავდებ ძაღლისებრ. აჰა, всё. ეს არის ის ყველაფერი, რაც ვიყიდე 27 ლარად. და კიდე სოკომკევია იყო. ხო თოკო. всё.